მოგესალმებით ხალხო, დღეს ვისაუბრებთ როგორ გავაკეთე $3,579 სულ რაღაც 13 წუთში, გუშინ 11 მარტს ლონდონის სესიაზე და ამ ტრეიდის დეტალური განხილვა გვექნება ამ ვიდეოში. მოდი დავიწყოთ. მოკლედ რო გადავახიო მარკეტი უკან. გუშინდელ დღეზე 11 მარტიან დღეზე გადავახვიოთ და შევხედოთ მე როცა მარკეტი შეხედო დავიწყე, რას ფიქრობდი, როგორ ფიქრობდი და რას ვარაუდობდი მოკლედ რა. იმედია ჩემი ხო კარგად ისმის. ახალ მიკროფონსაც ვტესტავ თუ ისე. მოკლედ, მარკეტზე დავჯექი და ვუყურებ 80-დან time frames და ვხედავ რას. აი, აქ პირველ რიგში თვალს გაახილ თუ არა ეგრევე რას უნდა ხედავდე და შენი თვალები რაზე უნდა იყოს. აი ამ ყველა ჩამსკრებულ low-ებზე. მარკეტის სტრუქტურა და order flow ნელა იცვლება და შეცვლილი არის კიდევაც იმ დროს, როცა მე ვტრეიდობდი და მარკეტის ძალიან ლამაზ ტარგეტებს ხედავ ფაქერ midnight opens, რასაც ხედავთ ამ lows, ძველ აზიის lows და აი ამ low-ებს რა. ძალიან ლამაზ ტარგეტებია. თან კიდევ გასათვალისწინებელი რა არის, რომ მარკეტზე order flow შეცვლილია, displacement ვიტყობთ ქვემოთ, აქ რაც არის ვადის რესპექტებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ყველაფერი. 1 საათიანზეც რო გადავხედოთ, მარკეტზე გვაქვს რა. ავედით, SI-ები ავიღეთ და იქიდან ჩამოდივართ და short term retracements ვაკეთებთ თუ მარკეტი bullish-ი არის. მინიმუმ მაგას მაინც ვიზამთ რა. ეს ფიქრები იყო ჩემთან, ჩემს თავში ამ დროს და ეხლა რას დავუბრუნდე მარკეტზე რომ მოხდარიყო რა. მარტივად ველოდობოდი retracements მარკეტს გაკეთებულ PDRA-ში. მაგალითად, აი ამ 80-დან ფეროლოგებში ძალიან პატარა არის, უფრო ეს order block-ი მაინტერესებდა. და ასევე მეორე მარკეტს რო ვუყურებდი, აქ კიდე ქონდა იმბალანსი. აი ეს ფეროლოგები ქონდა ორი ცალი აქ და ეს პატარა ინოჟე ფეროლოგები. იმედია მარტო თითებით მონიშნოთ ხდებით, იმიტომ რომ MacBook-ი თუ არა და ამით მონიშნა სიმართლე გითხრათ ცოტა ჭირს სიმონ. ხო, მოკლედ მოდი პრემიუმ დისკაუნტი მონიშნოთ ამ high-დან ამ low-მდე, სადაც ველოდობოდი fast retracement ქონდა პრემიუმში და პრემიუმში გვაქვს ესეთი ძალიან კარგი PDRA, მე რაც მომწონს არის აი ეს კონკრეტულად ეს ადგილი და ასევე აი ეს order block-ი რაც მასში არის და ამიტომაც უფრო ყურადღება გავამახვილე აი ამაზე. შემდეგ გადავედი double time frame-ზე და ველოდებოდი მარკეტი რას იზავდა რა. ამ დროს ასევე შეგიძლიათ ხოლმე რაკნათ მეორე მარკეტსაც ხანდახან უყუროთ თუ რა მდგომარეობაშია რა. ჯერ პირველ რიგში გვჭირდება ასვლა ამ ჩვენს PDRA-ში, ხო? გადავახვიოთ მარკეტი ავიდა. ეხლა რას ველოდებით? მარკეტზე ველოდებით double time frame-ზე დასტურს. მეორე მარკეტს რო გადავხედოთ, ხო? შეხედეთ პირველი მარკეტი ანუ NASDAQ-ი, ანუ კორელაციური წყვილები ხო არიან ესენი, ხო? NASDAQ-ი კორელაციური წყვილი უფრო მაღლა არის, ვიდრე მეორე რა. ეს ვთქვათ რაღაც ერთგვარი SMP მაინც არის შექმნილი რა. კიდევ ერთხელ ავიდეთ. გადავახვიოთ, შევხედოთ კიდევ ერთხელ და რაღაც პატარა SMP არის რა, მაგრამ აი ეს აი ავიღეთ. აქ ამას აი არა უღია, გვაქვს ბიარის SMP. აქედან თუ displacement ქონდა მარკეტს ქვემოთ, ხო? კიდევ ერთხელ ავედით. displacements დავალოდოთ. აი, შეხედეთ, აი ამ დროს მარკეტს აი ძალიან ლამაზი სეტაპი კეთდება ამ დროს რა. რაც ყველაზე მეტად მომწონს ნებისმიერ სეტაპიდან გამომდინარე რა. ესეთი სეტაპები ბევრად უფრო მაღალბათობიანი არის. აი, არ ვიცი, ძალიან მეუვასება ესეთები რა. აკუმულაცია, манипуляცია, ეს ერთი. მაგრამ აი, რაც ყველაზე მეტად მე ხა ამ სეტაპში მომწონს, არის აი ეს. გადავიდეთ და შევხედოთ ეს რა არის. ეს არის იმბალანსი მარკეტზე. რაც hold-ავდა მარკეტს და არ ჩამოდიოდა მის ქვემოთ მარკეტი, ხო? ეს ჩემთვის ეს ადგილი არის მნიშვნელოვანი ფასის ადგილი, სადაც მე აღვიქვა ამ ადგილს, რომ მაღალბათობიანი იმბალანსი არის, რაც როდესაც დადისრესპექტება მისი გამოყენება შეგიძლია თავისუფლად. BPR არის ჩვეულებრივი ეს ადგილი, აი BPR-ში მქონდა entry გაკეთებული და აი როდესაც მსგავს სიტუაციას ხედავთ, ხო? მსგავს სიტუაცია როცა გვაქვს. აი ამ BPR-ის ზემოთ თუ სანთლისანი ჩაიხურა, ან ძალიან ცუდი მარკეტის კონდიცია არის, ან საერთოდ მიმართულებაში ხარ ძალიან არასწორი რა. ამიტომაც stop loss-ი ისე მქონდა დაყენებული, რომ რამე და მარკეტს უდომებოდა ქვემოთ ზემოთ ასლოუცებ გაებიქა მაინც ის აი ამ ფეროლოგებში რომ გაებიქა მაინც ხო? მაგის საშუალებაც მივეცი მარკეტს. აქ ასევე გვაქვს breaker block-ი და order block-ის რაღაცა ნაწილი მაინც რჩება ჩემს stop loss-თან. ამიტომაც ჩემი risk to reward-ი აქ მშვენიერი გამოდის, partially საერთოდ არ ამეიღია, იმიტომ რომ ძალიან ახლოს იყო target-ი და stop loss-ი ისე მიდევს, რომ მოკლედ მარკეტს უნდღის საშუალებას ვაძლევ, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად. ეხლა შევხედოთ რა მოხდება. მარკეტზე გადავახვიოთ, აკვე ჩემი ფიქრი რა არის, ეს აი გაისვიფა. აგერ ცოტა ამას მარჯვნივ გადმოვწევ.
ესე. ეხლა ამ მოძრაობამ რა გააკეთა? ეს აი გასვება, liquidity აიღო, თართულ სუპი არის ეს და ვიქები რას გეუბნება? ვიქები გეუბნება, რომ მარკეტი ძლიერად ბიარიშია. აი ამის ნახევრის ზემოთაც არ ვიხურებით. ეს ძალიან ძლიერი ნიშანი არის, რომ მარკეტი კიდევ ბიარიშია. შემდეგ ბიარიშ ორდერ ბოქს ვაკეთებთ აქ და კიდევ ვაგრძელებთ ქვემოთ სვლას. კიდევ ერთი ბიარიშ ვავლგები, ეს არის IOFD, რომ გაზომოთ მარკეტზე ამ low-დან ამ high-მდე. და კიდევ ეს ადრესზე გამიკეთებია. ადრე ძალიან დეტალებში ვასწავლეთ ხოლმე აი ესთვის, ეხლა YouTube-ისთვის ეგ არ მინდა ხოლმე, მაგრამ აი რო გავზომოთ ეს ქვედანახევრის ნახევარი, აი ეს სფეროულგები ემთხოვა მაგას. ეს არის ჩვენი IOFD, რომელიც თითქმის ნახევარზეც არ ადის ესა და ისე ჩამოდის ქვემოთ. და ეხლა აი ეს მარკეტი ჩამოარტყამს ჩვენს ტარგეტს. აი ესე გავაკეთე 3500 რამდენი აღარ მახსოვს. მიმედია მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ ვიდეო, იმიტომ რომ ღირებულ ინფორმაციას გავცემ ჩემი აზრით და რაც ჩემთვის პირად ძალიან ღირებული არის და ამ ყველაფერს დაფასება ჭირდება. დაფასებას არ ვითხოვ, უბრალოდ мотиваციისთვის, რომ მეტი ვიდეო გადავიღო და მეტი კარგი კონტენტი შემოგთავაზოთ. დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ და გამოიწერეთ არხი. მადლობა ხალხო ყურადღებისთვის, ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას. სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ 6200-ზე ვარ მე მგონი გამომწერზე და ძალიან მიხარია. არ მეგონა თუ ამ ხელაზე ავიდოდია ამ დროის განმავლობაში რა. მაგრამ კიდევ მეტი და მეტი მიზანი მაქვს და მინდა მეტი და მეტი კარგი ვიდეო შემოგთავაზო და მომავალში ბევრად უფრო ხარისხიან და უფრო სხვანაირ კონტენტს შემოგთავაზებთ. ტრეიდინგზე, კონკრეტულად რა თქმა უნდა, ტრეიდინგში გასაინტერესებლად დაგეხმარებათ, რომ უკეთესი და უკეთესი გახდეთ, გაგიზიარებთ ჩემს სრულ გამოცდილებას, რაც გულიდან ამომივა, რა თქმა უნდა. მადლობა ისე ყურადღებისთვის და დროებით წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ.